Pirpaso მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ელისო კილაძე. ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. ეს ჩაფხუტები არ დაგაფართ, იმიტომ რომ იუმორს ისხლიტავს, ანუ არ გამოდის მაგდროს. და ამიტომ ვერ მოგვეკარება. ხო, იუმორისტულ გადაცემაში. მე კორონა როგორ მომერევა, ქოცები ვერ მომერევა. ხო, აი ეგეც არის კი ბატონო. როგორ ხართ? კარგად. მოდი, გუშინდელი ამბავი. ქოცებით დავიწყო თუ შენით? ჩემით თუ გინდა. აი ხლა ის მითხარით გუშინდელი ამბავი, ეს ელჩებთან შეხვედრა ოპოზიციის და თვითონ თალაკვაძე თორთები რას უკავშირდება? რას უკავშირდება და CSKA-სთან ჩვენს მეორედ გაწუწვას. ხო. იმიტომ რომ პირველად რო გავწუწეს, ხო ვიცით ახლა ყველამ და ახლა მეორედაც დაანონსებულია იქ მისვლა და არ ვიცი ახლა ცხელი წყალი უნდა მოამზადონ ხალათებისა, ჩემი ხალათი სად არის? მე ცივი წყლით გამწუწეს აშკარად, არც ხალათი არ ვარ. გამოაცხადა რომ ხო, მეორე ჯერზე ჩემი ხალათით და ჯუსტებით მივალ და ასე რა. ეს მართალია რომ იმედო გამოაცხადა. ხო, ასე დადეს და თბილი წყლითო და არა მე ნამდვილად ძალიან ცივი წყლით გამწუწეს, არანაირი თბილი წყალი გარყოფილა და არც ხალათი არავის არ მოუტანია. ეთქო სანამ იცოდნენ რომ მიდიოდით და წყალი გაათბეს კარგად. ხო, აი მეორედ მისვლას და მესამედ მოსვლას უკავშირდება ეს, რომ ყველა ცდილობს ახლა ელჩები განსაკუთრებით რომ აარიდონ ქვეყანას ეს დიდი განსაცდელი და მათ შორის კონცეფცია. ხო, ერთი ეს თემა კიდე რომ ეს ხელისუფლების წევრები ძალიან დამთბრებები. აი ხო, იმიტომ რომ აი ჩემი რკინის კაცი ეს ჩემი პრემიერი დღეს თაფლად და მურაბად იყრებოდა, ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანაო და თბილისის მერი რომელიც გაყარი ეუნება ოპოზიციას რომ ხალხო ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. არა დაამთავრებდა. მე თქვენ დაგამთავრებთო პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებოდა და თბილისის მერი რომელიც ამბობდა რომ ამბობდა რომ გამოსაქანებელი ადგილიო მთაწმინდიდან უნდა გავაფართოოთო და იქიდან გამოექანეთო დღეს ამბობდა რომ თქვენი ხმები და ჩვენი ხმები ერთად უნდა დავიცოთ და გარანტი უნდა ვიყოთ. არ უხმრობ დედას გეთქვით ნამდვილად ასე თქვა. არაფერს არ ვიგონებ. ხო. ძალიან მაგარი ხალხია. ანუ საოცარი ხალხია მართლა, დიდი გაჭირვება ადგათ. ეხლა მათ მხარდამჭერებს ოღონდ რა ეს რაც ვიცი ნამდვილად. იმიტომ რომ ვერღარ გაიგეს რა ქნან 8 წელია ხო გაიტანეს თავი იმითი რომ იმ პირსისხლიანებს ამთავრებენ 8 წელია ამას პირდებიან თავის ამომრჩეველს და 8 წლის თავზე რო ეგონათ რომ და რო პირდებოდნენ რომ დავამთავრეთო ეხლა უცებ დიალოგიო გამოუცხადნენ და ისეთი დაბნეულები არიან ეს აწყლები რომ გადაწყვიტეს ბოლოს რომ ისევ ტრამპს უგულშემატკივრონ და ჯორჯიაში ითვლიან ტრამპის გაყალბებულ ეგ ძალიან უცნაური მოვლენა რომ არა ეს არის ფენომენალური კოცები გულშემატკივრობდნენ ტრამპს დიდი ხანი და თან იბრძოდნენ Facebook-ზე. ძალიან კარგი ამბავია ეს იმიტომ რომ აღარცალიათ და მე და გვარამიას აღმოწყევლია. კი და ანუ ყველაფერი გამიგია ხო მაგრამ ტრამპს გულშემატკივრობ აქედან თან ფლეშმობებს აწყობენ და ჩემი ჟღალი მიმინოო ქალები პოსტებს უძღვნიან ხალხო არა ეს ალკე ფენომენია და ამისტიკას მართლა ვეღარ ვეწევი სერიოზულად გეუბნებით იმიტომ რომ კოცობა კი, მაგრამ ეხლა ეს შენ მითხარი ხა რატომ მოგიყვანე, ხო იცი შენ? და შენ რომ ამბავი გჭირს ხო იცი? რა ამბავი? და პრობლემა რო გაქვს. აქამდე იყავი უკონკურენტო ქვეყნის მთავარი იუმორისტის პოსტზე და ეხლა გამოგიჩნდა ერთი კი არა, ორი კონკურენტი. რომლები? სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე. სალომე ზურაბიშვილი თავიდანვე 2018-დან უკვე კონკურენტი იყო მარა კობახიძემ რეებით ჩაატარა ეს ორი კვირა, ნუ ჩავთვალე რომ არა, აშკარად პრობლემა გაქვს, აშკარად, იმიტომ რომ ვაკანსია გაჩნდება მალე ქვეყანაში, მაგრამ აი გული მისკდება პომპეოს ჩამოსვლის დღეს სალომემ რამე სისულელე არ გამოაცხადოს, ან არ მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება, ან საერთოდ რამე გზავნილები არ გაატანოს, ან ტრამპს არ მიულოცოს, საერთოდ ბაიდენის ნაცვლად, ან კიდე უფრო უარესი და თავის თუ შანსი გაქვთ რამე ახსენით ეს პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე მოარი. აიყვანეთ. ადმე გადამალეთ, ხო, ხოლმე გარეთში გაუშვით ჩანდავას, ოღონდ არ გააკაროთ. ყვამლის თაზე გაუშვით ან რაღაცა იმოგზაუროს ჯობია, ან ჯვარი დაიჭიროს და ნინოს გზა ხელახლა გაიგოს. მოტყუებით რამენად უნდა გავიყვანოთ ქალაქში. ხო, როგორმე უნდა მოვაშოროთ ამ პოლიტიკურ პროცესს. ახლა ეს მითხარი ეს ხმები რა გამოდის იქითა ბანაკიდან რეები ხდები რა ხმები გამოდის თავრობიდან რაღაცები გეცოდინება ეხლა მე რა თქმა უნდა ვიცი მოფრინდნენ რაღაცები მე მიყვარს ექსკლუზივები ამაზეა დაფუძნებული ჩემი გადაცემა რომ ექსკლუზივებზე დგას.
არა, აქამდე იუმორზე მეგონა იდგა, მაგრამ იუმორიც არის, მაგრამ ექსკლუზიური იუმორიც არის, მიხვდით? ხო, ექსკლუზიური იუმორი არის ის, რომ ის თავფუჭეჩი არ უყავს ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტის ობახიძე. ხო, ძალიან მძიმე დღეშია, იმიტომ რომ ჯერ იყო და ზეიმი არაცალეს 10 წუთში დაასრულებინეს, იმიტომ რომ იქ მარცხენა ყურში უჩურჩულეს ივანიშვილს, რომ არა გვაქვს საზეიმოდ საქმეო და როგორც ვიცი, კეთილები მოუკითხა და იმავე საღამოს ასევე მოუკითხეს კიდე ნათესავები და ახლობლები და ოჯახის წევრები ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა, იმიტომ რომ 54%-ის დაწერას ითხოვდა CSGO-ს დაწერას 54%-იო და აი რეალურად აღარ გაიწელა ეს ოქმები ამდენად შესწორების ოქმი და მეხუთე შესწორების ოქმში ბალანსი მაინც არ დაჯდა და ეხა 54%-ის დაწერა ხო წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა და ამას ისევ კობახიძის კეთილების და ოჯახის წევრების და ნათესავების და ყვარებლების მოკითხვა ჯობდა აშკარად დასაჯეს და ის განცხადებები აკეთებინეს მთელი კვირა და ეხა საერთოდ გადამალეს და ჩამოხსნეს ეკრანებიდან, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ნეგატივის მეტი არაფერი არ მოაქვს. ხო, ძალიან ნეგატიური, მართლა სერიოზულად ვთქვა. მე კი ვიძახავ ფსევდო ჟურნალისტი, მაგრამ რა ვქნა ეხა მაინც ვიგებ ის ამბებს და არა ესე იგი კარგს აკეთებ რაღაც. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ყველაფერი კარგად არის. ესე იგი, მე კიდე ერთი პოსტი წავიკითხე შენი, რომ პარტნიორებმა მოთხოვეს, რომ ოფიციალურად ის 6%-იც გააყალბე. 6%-იც გააყალბე დააბრუნე უკან, ხო? ხო, ოპარული ხმები დააბრუნეთო, რაღაცა ესეთ საქმის გარჩევა იყო, როგორც მე ვიცი, ელჩებსა და ჩვენს მეგობარ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, მაგრამ ძალიან გაჭედილები არიან, 48%-ზე ხო დასვეს ეს გაყალბებული და მოპარული ხმები და 6% რო დააბრუნონ, გამოდის რომ და 7% გვარამიას ტრენდზე ჯდებიან და არ უნდათ ეხა ეს გვარამიას პროცენტები, იმიტომ რომ მერე რა გვეშველებაო ეხლა ამას თვლიან და ამის მერე თქვეს რომ მოდი 5%-იო და მერე ვიღაცას გაუნათა გონება არა 5 მთლად ნაცების ციფრიაო და არიან ეხლა ასე გაჭედილები და აღარ იციან რა. ანუ ესე შეიძლება რომ კაცო ანუ ეთყობა დათვლილი არის რომ სადღაც 6% რაღაც არაოფიციალურად დათვლილია რომ 6% არის გამქრალი საერთოდ, მაგრამ შეიძლება უფრო მეტიც იყოს, არ ვიცით ხო, მაგრამ რაღაცა ესეთი ციფრი გამოიყენეს რომ არჩევნების სტატისტიკას რო ჩახედო, გამოდის რომ იმერეთმა არ მიიღო საერთოდ მონაწილეობა გაბათილებული ბიულეტენებით, გადაყრილი ხმებით, ანუ ავტონომია ამოგშალეს ჩვენ საერთოდ გადაგვიდეს 154,000 ბიულეტენი არის ბათილად. ცნობილი. 13,000-ში პირდაპირ ნაგავშია გადაყრილი, დაკარგულია, ვერ პოულობ. თაიში საერთოდ მესამე ადგილზე გიგა შუშანიას ბათილი ბიულეტენები გავიდა, იმდენი ბიულეტენი გაუბათილეს, კი? ხო, და ზოგადად 600,000 ხმამდე არის სადაო. ხო, იმერეთი ვართ რა, მოკლედ რა, ამოღებული საერთოდ წინა, ნახა და არ ვიცი, ძალიან ცუდი რამეა, ხა ამათ ახლა ბოდიში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მართლა სოლოლაკში დაბადებული და გაზრდილი ხო არ გონიათ იმ ზემოიმერელი კაცია ჭოლვილელი და როგორ გაუბედეს ახლა ეს რომ მისი მშობლიური მხარე არჩევნებზე გადახაზეს საერთოდ. ხო, არა, მართლა იმერეთზე დიდი შეტევა იყო. თვალში ხო არ ვეპატარავე, ახლა ამ კონცეფტს მართლა. ავტობუსში იყო, ხო? ნანუკას აი მან საოცარი ამბავია მართლა. ჯერ ქუთაისში ვიყავი დილით, ხმა მივეცი არჩევნებზე და მივედი და შემხვდა, რა ვიცი, მე მეგონა რომ კოცი იყო რა, მოკლედ ჩემი მეზობელი და ვეკითხები რომ რა ქენითქო რა და რიგზია ყველაფერიო. ეხლა მგონია რომ მე უნდა გამაბრაზოს და უნდა მითხრას 51 მიწა რა არის მეთქი რიგზე თქო და მეც მოვემზადე ეხლა საჩხუბრად. კაი მასვესო, კაი მაჭამესო და მე რა ქენი თქო, ანუ ეხლა იდეოლოგიური მუშაობა უნდა ჩაუტარო, რომ ხმა როგორ გაყიდე თქო და შენ არ ნერვიულო, ასე მითხრა, ხმა მაინც ნაცებს მივეც. ეგეთია ხო, ეგეთივი? ხო, ასეთი ამბებიც იყო კი ნამდვილად. ნუ ამის მერე წავედი წყალტუბოში და წყალტუბოში რაც ვნახე, რა ვიცი, მგონია რომ აქამდე ყველაფერი ვიცოდი. მაგრამ ყოველგვარ ზღვარს მიხმახდება და ხო, იმიტომ რომ იქ ბულკი მართლა გიტარა და ჩქარიტაში გადასარევი კაცი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი გივი ჭიჭინაძე იყო ნანუკას კონკურენტი, მაგრამ კონკურენტიც არ ერქვა, იმიტომ რომ კაცი შეხვედრებზე არავის არ უნახავს, პარლამენტში გამოსული არავის არ უნახავს და არაფერი საერთოდ და კარგად მღერის გადასარევი კაცია მართლა. ხო, ასაკში აღარც ატარეს, აღარც იქ ხო, არ დაღალეს, მოკლედ. და ისე გადაწყვიტეს, რომ უნდა გახდეს მაჟორიტარი და
ჩავიდა ეს გიჟი გოგო ერთი თვეზე ნაკლები დრო იყო, ატარა იარა სოფელ-სოფელს შემოიარა ყველაფერი და აშკარად ყველა შიგა გამოკვლევებით ქოცებისიც კი ნანუკა იგებდა ამარჩევნებს. ეს ყველა მიცოდა და ძალიან ცოტა სხვაობა იყო აი ამ მეორე ტურიშიც კი აშკარად გასული იყო, იმიტომ რომ აი ესე მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსისა, მიუხედავად უამრავი რამეებისა. 6000 კაცი ხო დაუმატეს წინა საღამოს სიაში და მე კიდე ბიბლიოტეკები აბათილეს რომ როგორმე ბატონი გივი პარლამენტში შეეყვანათ. კი, ზუსტად ისე დასვეს რომ არ მეორე ტური არ. ხო, ცივინიავი არ მიაკარეს ამ კაცს მოკლედ და მაგრამ ხდებოდა რა 5 საათზე რეალურად სახელმწიფო მანქანამ შეწყვიტა მუშაობა, იმიტომ რომ აღარ არის ამდენი რესურსი ქვეყანაში, აღარც გაყალბების, აღარც ემიგრანტია, არავინ. 5 საათის მერე ჩემმა ჩიტმა მაცნობა მოკლედ მე რა წყალტუბოში მიიღო დავალება კანონიერმა ქურდმა ლაშა ნიშარაძემ რომ არჩევ ქუჩის მობილიზება უნდა გააკეთოს და ეს ძველი ბიჭები, კაი ბიჭები, ჩაცოცხლები უნდა მოიყვანოს არჩევნებზე. და გავიგე სად არის შტაბი ამ კაი ბიჭების არის არჩევნო უბნის წინ ფანჩატურში გაშლილი სუფრა ქურდის ორი ძმა სხედან იქა ძველ ბიჭებთან ერთად გამოყავთ ურეკავენ მიდი მიეცი ხმა გამოვიდა მანახე რომ 41 შემოხაზე და ამ დროს რა მოხდა ამ დროს გამოხდა და მივედი ჩართული ტელეფონით მე დავადექი თავზე ამათ დავადექი ანთებული ტელეფონით ჯერ დაიბნენ ოღონ აქ კონტროლი იყო ამ ქურდებსაც არ ენდობოდნენ და ცოტნე ზურაბიანის დააკონტროლებდა ქურდიც მებს რომ ყველაფერი სწორად გაეკეთებია და შემთხვევით რამე სხვა დირექტივა არ მიეცათ რომ 41 უნდა შემოხაზო. მართლა ხო ბაზლებენ თუ არა? მივედი ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, მოკლედ მიცნეს ახლა აშკარად და მიხვდნენ რომ შარში იყვნენ თავისთავად ცხადია და წავიდა როგორი ქოცური ნარატივი იცი? აი გარეჯი რო გაყიდეთ თქვენ ხმები გინდა? თქვენ პირსისხლიანებო შენ და გვარამია ერთმანეთზე უარეს ჯერ დავიბენი ვერავის რა გარეჯი გავყიდე საშუაში გაუჩინე. და მე ვეკითხები რომ გარეჯი სად არის საერთოდ თქო და ისე დაიბნა ვეღარ მიხვდა. ეხლა ანუ პირველი მესიჯ ბოქსი იცის, მაგრამ იმის გაგრძელება როცა ჩაეკითხები ახალ იცის აუნდა გასასწაული. რაღაცა და რა მოხდა? ხო. ნუ ახლა ხო იქ რაღაცა გამოწევა, გაკაჩვა, გამოკაჩვა და რაღაცები მესმის, მაგრამ უცებ მეორე ძმა ადგა და ისე დავიბენი მართლა გადაღებაც ვერ მოვასწრით 41 ესე დაიწყო ცეკვა. მართლა და აი მივხვდი ხალხო სერიოზულად რომ ძალიან ცუდად არის საქმე ძალიან არეული აქვთ რამსები რა ვიცი ახლა ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე მე ცოცხალი ქურდებიც მინახავს რაღაცა გამეგება ამ საქმეში სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით ერთხელ რაზბორკაზეც ვარ ნამყოფი ხარაზოვის ბაღში ჩაცუცქული მოკლედ რა ხო ხო მე აღარ მინდა გვარი ბიზნესში ვიყავი მე და დამიძახეს იქ გარჩევ რაღაც ფულის ამბავი იყო მოკლედ გაგზელე ნუ გაჭირდა გაგზელე ხო და არის საინტერესო გაგზელე რა არის და აქამდე რაც ვიცოდი ჩემი გაგებით ქუთაისური კაი ბიჭების და კაი პოლიციის თანამშრომლებას და ხელისუფლების ბოზობა ერქვა და ახლა რატო ქვია კაი ბიჭობა ვერ დავეწია მოვლენას ვერანაირად რა ვქნა ხო და რა არ ვიცი აი ყველაფერი არეულია ამ ქოციანობის დროს მოკლედ ამ ქვეყანაში რა და ძალიან სერიოზული ჩისტკა არის ჩასატარებელი ამ სამყაროშიც იმ სამყაროშიც ხელისუფლებაშიც ოპოზიციაშიც და სხვა არა იცი რა თვითონ იმერეთში პირდადად მომსწრე იყავი ხო ანუ აი ძალიან ესეთი კი საოცრებები ხდებოდა საერთო სურათი ესეთი არჩევნები გახსენდებოდეს კი მახსენდება 2003 წელს მაშინაც ნანუკა იყო სხვათა შორის ქუთაისში და ყუთებს ვეძებდით სარდაფში და სად ვიღაცა ხო ჟურნალისტი იყო მაშინ და ყუთებს ვეძებდით სარდაფებში დავუბრუნდით ახლა წარმოგიდგენთ რამდენი ხანია გასული და ბაშა ყუთი ვიპოვეთ სადღაც ვიღაც მოიტანდა განცეცხილი ბიბლიოტეკაში აუ გასა ხო იმის მერე მე არ მახსოვს ეგეთი არჩევნები და 90-იან წლებში მახსოვს პასტებით რო სწორებდნენ ოქმებს აი ეს იყო ნამდვილად 90-იანების ხო ესეც არც ნაცობის და არც ქოცობის პერიოდში ასეთი არჩევნები არ მახსენდება. მომავალში და აი რა აზრი აქვს სიტყვა? არა, არანაირი აზრი არ აქვს. თუ ასე გაგრძელდა და თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ეს არ გადავტეხეთ, მაშინ მე წინადადებით შემოვალ ამ ქვეყანაში უნდა გავაუქმოთ არჩევნები, დავსვათ ის ბრძენი კაცი.
სამუდამოდ ვაკურთხოთ და რასაც ინებებს, რასაც გამოგვიცხადებს არჩევნების წინ მივიღოთ ის შედეგი უპირობოდ. ხო, რა დაგვიწყო. სხვა გამოსავალი, აი, ან CSK-ში რატომ ხარჯავთ მაშინ ფულს, ან საარჩევნო კომისიებში, ან საქმეებს რატომ ყიდულობთ იმ საარჩევნო კომისიებში, ან კალკულატორები რატო არ გვაქვს და სისულელია მაშინ ყველაფერი სხვა. უბრალოდ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პერსონა არის ბიძინა ივანიშვილი და რასაც ის გადაწყვეტს, ის შედეგი იქნება ყველა არჩევნში. და დავაწესოთ მაგალითად 4 წელიწადში ერთხელ სახალხო შეირნობა. არჩევნები არ ერქვას. მოდი, სახალხო შეირნობა იყოს. რაღაცა მოვეფეროთ ერთმანეთს ნაცნობებს ნახულობ, ეხვევი. ასე შემდეგ და იმედი მაქვს, რომ ხო, მაშინ უკვე ეს მოხვევა და კოცნა შესაძლებელი გახდება და ეს კორონაც აღარ იქნება. მე მგონი ერთი ძალიან კარგი ვერსია არის. ერთ-ერთი ეს. მაგრამ აი დავაკვირდი და ყველა არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილი გამოდის და პირდაპირ გვიცხადებს რიცხვს, რა რიცხვი უნდა დაჯდეს. კი, მაგრამ ხა მეუბნება რომ აი ამდენი მანდატიო, მაგრამ აშკარად ამჯერად წინასწარმეტყველებამ უტყუნა. რაღაცა იმ შამანს აერია მე მგონი რა, შუშის სასახლეში რომ შამანი ყავს ჩამოყვანილი, იმას რაღაცა აერია ციფრები. ის ამიხსედი, აი 7 საათიანი დაგვიანება რატო ქონდა ამარჯვანის. მან სერიოზული მიზეზი იყო. ჯერ ერთი აი გოგაშვილის მერე ძალიან დიდხანს ფიქრობდი პერსონალური აჩემებები არავისი არ მქონდა რაღაც ვერავინ ვერ დავამუღამე რა და ეხლა ამ არჩევნებზე გადავწყვიტე რომ ჟვანია უნდა ავიჩემო რა ვიცი ვისაც გადავეკიდე და ვინც ავიჩემე ყველას დაერხა და ასე მაინცა თამარ ჟვანია არის შენი ესე იგი ახალი ჟვანია არის ჩემი ახალი მუზა ხო და ეხლა რაღაც უნდა ჩაბუჯდე და დავიწყო ამ საქმიანობის შესწავლა ფაქტია და ხო 7 საათიან დაგვიანებას რაც შეეხება მე ჩემმა წყაროებმა მითხრეს რომ CSK-ში 2010 წლიდან ჯერ კიდე მოქმედებს ეგრეთ წოდებული გაყალბების საწინააღმდეგო სისტემა, კომპიუტერული პროგრამა, რომ არ იღებს სერვერი დაუბალანსებელ ოქმებს. მოვიდა ოქმები, ერთი ოქმი ატვირთეს, არა იტვირთა. მოვიდა 10, არ გააწვანა. მოვიდა 100, არა და მიხვდნენ მე ვიღაცას გაახსენდა რომ ეს პროგრამა მუშაობს და ამ პროგრამის გამოსართავად გახდა ამდენი დროს. მართლა? ხო, ეს დაზუსტებული სერიოზული. ანუ 7 საათი, ანუ 7 საათი ვერ გაიგეს რატო არ იღებდა სისტემა ამ ოქმებს და მე ვიღაცას გაახსენდა რომ ეს პროგრამა მუშაობს იქ და ეს პროგრამა გამორთეს. აი დამცავი რაღაცა იქ. ხო, დამცავი. დიდი ხანი დაჭირდებოდა პროგრამისტებს მე ისი გამო. ხო, ნუ ახლა მათემატიკური ფორმულების ამბავია, ამას ალბათ მათემატიკის მასწავლებელი ჭირდება. ხო, არა, მაგრამ თქვენ გეწერათ რომ ჟვანია მზად არის გადადგესო, უბრალოდ ბიზნეს პასუხს. ხო და დაურეკეთ რა, ბატონო. თქვენ დაისვენებთ და ჩვენ დავისვენებთ. აღარც ქუჩაში ვივლით, აღარც წყლის გათბობა გახდება, საჭირო და აღარც ხალათების არის. რატო არ მიდის? ზარსელოდება. ზარზე და ანუ ხო, გასაგებია. რა უნდა, აბა რა. კიდე იცი რა არის ერთი თემა არის მაგალითად ბევრნაირი მოსყიდვა ხო იყო ხო ძალიან საინტერესო ამბავი იყო სამეგრელოში მეგრელები ხო როგორი ენაკვიმატი ხალხია ზოგადად და ისინი რა თქმა უნდა უფრო კარგად ყვებიან რა თქმა უნდა სოფელიც ვიცი ზუსტად და სახელი და გვარიც ვიცი შევცვლი ახლა თქვენის ნებართვით მთლად ზუსტით არ ვიქნები იმიტომ რომ რას ვერ ჩიმ ადამიანს მოკლედ დასხდა ეს კოცობა ეხლა და სამეგრელოში თუ ცუდად არის რა მოკლედ ერთ-ერთ სოფელში საქმე და ხო ზოგან ხახვირი გდება ზოგან კარტოფილი ზოგან სხვა რამე და შევიდა ბოსტნეულის მანქანა შევიდა ხო ბოსტნეულის მანქანა მაგრამ აი ერთი ქალია რომლის სიტყვაზეც არის დამოკიდებული ზინა მოდი პირობითად არ ვიცი ხა გვარს მაინც დამოკიდებულია სოფლის ხმები შეუძლია რა მობილიზება ამ ქალებს გაუკეთოს და ყველა მიიყვანოს და მოკლედ ხმები და არ არის ეს ქალი კოცი არც ნაცია ესეთ ჩვეულებრივი მამალი მეგრე აი ქალია მოკლედ რა და რა ვქნათ ნუ ზინა ფულს არ აიღებს ბოსტნეულიც არ ჭრის აშკარად რაღაცა და მე ერთ მეზობელს გაახსენდა რომ ზინას თურმე 2013 წლის მერე უნდა რომ იყიდოს დიდი ეზოს მტვერსასრუტი მოკლედ რა ხო მტვერსასრუტი ხო მტვერსასრუტი და გადაწყვიტეს რომ ზინას უყიდოს ეს მტვერსასრუტი და დელეგაცია კოცების გამოიყო და წავიდნენ ზინასთან მივიდნენ ჩამოიღეს ეს დიდი ყუთი გამოიძახეს ზინა გამარჯობა ხმები გინდათ ხმები გვინდა ну ახლა შეიკრა კოპები იცის რომ კოცები არიან ესენი და დაასწრო ერთმა კოცმა და უთხრა რომ პილასოსი მოგიტანე აგერ ჩემო დაიალ ჩემო დაო მშვენიერი აუ პილასოსი მოეწონა ეხლა რა მუშაობსო კი მუშაობს ხმები გინდათო ხო ხმები გვინდაო ჩართეთო მოკლედ რა ჭკვიანი ქალი ზინა ახლა პრაქტიკული რა მე რამე ან ტექნიკური წუნი ან ადამიანური შეცდომა რო არ მოსულა რა მოკლედ ამ კოცებს და ჩართეს ეს პილასოსი არ მუშაობს არ მუშაობს. ჩააზუსტა ზინა მანამდე ეს ნაკელი როა ეზოში ამ ნაკელსაც აიღებსო ეს პილასოსი კი კაცო ყველაფერსა ფოთლებს რაღაცა უქეს უდიდეს რაღაც არ მუშაობს.
ატყდა რეკვა, ხო შევამოწმე ტექნიკური წუნი, არ მუშაობს ცოცხალი თავით რა. ხო და მოკლედ ერთმა ხალხმა თქვა, რომ ოღონდ შენ არ გაბრაზდეო და ამ ნაკელსო მე თვითონ ავიღებო რა და შევჭამ ბოლოს და ბოლოსო რა. ოღონდ შენ ხმებიო და ზინა მოუტრიალდა და ეუბნება რა უვარგისები ხართ, ბიძია, 2 დღეა დენი არ არის ამ სოფელში. დენი არ არისო და ახლა როგორ ჩაირთევდა? აჯიკი შეჭამთ. დააყენე. აი წარმოიდგინე რა უნიატოები არიან ესაცო და კონცები კარგი საქმის გაკეთებაც როცა უნდათ, მაშინაც რისი ჭამა უწევს. აუ სასწაული. არ ვიცი ახლა ანათემას გადამცემენ. ნამდვილი ამბავია ამარჩევნებზე მოხდა. სახელი და გვარიც ვიცი, კონცები ვინ ვიდნენ, ისიც ვიცი და სახლის და სოფელიც. აუ სასწაულია, ესე იგი იმ კალმე იცოდა, აინტერესებდა რას შესთავაზებდნენ და რეალობა იცოდნენ თუ არა და ახლა სოფელში რომ მიდიხარ და 2 დღეა შუქი არ არის, რა პილასოსი მიგებ, ჯერ შუქი ჩართე და პილასოსი ვერ. კიდევ ერთი კონცების ყველაზე მაგარი ამბავია. ეს პომპეო რო ჩამოდის სახელმწიფო მდივანი ამერიკის. და რატო ჩამოდის რა? ახლა პომპეო რაღაცას კითხულობ Facebook-ზე და იცი რის გამო ჩამოდის? ტრამპი ხო დაამთავრა თავისი მოღვაწეობა. და პომპეოც რა თქმა უნდა და იმის გამო ჩამოდის რომ ჩვენს ხელისუფლებას დაემშვიდობოს. წესით ისე მართლაო და დაემშვიდობოს, რასაც ესენი გულშემატკივრობენ მაგათ და ისინი ხო მიდიან ხელისუფლებიდან და მაგის გამო ჩამოდის იმ ხელა გზიდან აქ რომ გახარიას და მივიდეს და დაემშვიდობოს. კარგად იყავი მე მივდივარ. ხო, არა, კონცეფტი არის მართლა დიაგნოზი და ეს არის ისეთი დიაგნოზი, რომელსაც ჩვეულებრივი თანამედროვე ფსიქიატრი აბსოლუტურად უძლურია ამ ფენომენის ამოხსნაში. კი. იცი რა უნდა გითხრა, ოპოზიციაზე მინდა შეგეკითხო. ხო. გრიგოლ ვაშაძეზე არა. უბრალოდ ოპოზიციაზე მინდა შეგეკითხო. ცოტა რთული თემაა გრიგოლ ვაშაძე, იმიტომ რომ ბევრი ხუმრობაც არ გამომივიდა, იმიტომ ვერ მივხვდი რაზე უნდა მეხუმრო. ხო და არა მე კი ზუსტად ვიხდი რაზე უნდა ვიხუმრო, მაგრამ ჯობია რომ ამჯერად არ ვიხუმრო. ხო, არ ვიხუმრო. ხო, არ გირჩევთ ჩემოს მე. აი მაგალითად სადამდე მიდის ოპოზიცია თუ არ შევიდა პარლამენტში. იცი რა, გაგიკვირდება და პირველად თუ არ ოპოზიციის ქმედებებით მოხიბლული. ჯერ ერთიანობით, იმიტომ რომ მე კი არა ის ბძენი კაცით სახტად დატოვეს, იმიტომ რომ ფულით ვერავინ ვერ მოისყიდა, ფაქტის ახეზია. ეხლა ელჩებს თხოვს რომ დაეხმაროს, რომ იქნება შემოიტყუოს პარლამენტში ესენი როგორმე. ჯერ რომ ერთიანობის დემონსტრირება მოხდა და ეს არის ძალიან კარგი, მერე მეორე რაღაც გამოცოცხლდნენ და კარგად მიდიან და სწორად მიდიან. მე წარმოიდგინე ეხლა სურათი პარლამენტში რომ მარტო თალაკვაძე, კობახიძე ვარდიაშვილი არა, ბოდიში მათიკაშვილი იქნება. ახლები ხო ყავთ ეხლა? ახლები ვიღაცა გაუგებარი ადამიანები და ესენი რომ ერთმანეთს თუ ნაცები არ ეყოლათ იქ და ოპოზიცია საჩხუბრად, ხო? ვის უნდა ეჩხუბონ და გაზაფხულზე, ანუ ისეთი სიტუაცია იქნება, ასეც რომ მოხდეს და პარლამენტში შევიდნენ ესენი რომ კონცები ჩვენ გაგვასწრებენ ქუჩაში. რატო? იმიტომ გაგვასწრებენ რომ საგარეო ვალს ვერ ვიღებთ. აღარა აქვს ქვეყანამ ამოწურა თავისი რესურსი, ბიუჯეტის კრახი გარდაუვალია, სეკვესტრი იქნება, პენსიები ვეღარ დარიგდება, დენი აღარ ექნება და სახში რა უნდათ ახლა ინტერნეტი და კომპიუტერი თუ არ ექნათ 20 ლარი ვინმე არ გაუგზავნა იქ ელისოს და გვარამიას საგინებლად. ძალიან დამაწყნარეთ და ძალიან დამამშვიდეთ აი ამ ინფორმაციით. ბოლოს ესეთი ტკბილი და საყვარელი ინფორმაციით, როგორც ახლა გქონდათ, რომ პენსია არ დარიგდება თურმე და დენი არ იქნება. ესეთია ხო და 7 ტონით ლაპარაკობ. ხო, ნუ მე ხო რეალისტი ვარ ზოგადად და ჩემი პროგნოზები სულ ხდება. ახლა კი დამცინია, ნუ ან გახარო და ხან ლაგაკულია, მაგრამ ნუ ფაქტია, ფაქტის ახეზია და რაღა უნდათ ახლა სახლებში ჩვენ გაგვასწრებენ და ჩვენ მორცხოთ მივალთ მათ ხარდასაჭერად. რაღაც მოთხოვნა. დავიცვათ. შეიძლება ჩვენი დასაცავი კი გახდეს. მოკლედ ესე იგი ელისო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბარი გამომივიდა. მე ყოველ წელიწადში ერთხელ ყოველთვის ხო იცი, ჩემი კარები ღია შენ. კი, გეგმიური სტუმრობა. ხო, გეგმიური სტუმრობა არის და თან იმდენი რაღაც ამბავი გროვდება, რომ გადაცემას ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე ყოველთვის აბსოლუტურად არ არსებობს ეთერი რომ შენ სტუმრობას არ ქონოდა დიდი გამოხმაურება. მე მაქვს ერთი პრინციპი მთავარზე როცა მოვდივარ სულ ყველა გადაცემაში გვარამიას უმეჩხუბება რატომ მიმართავ სულ ბიძინა ივანიშვილსა მაგრამ ტრიბუნას ხელიდან არ უშვებ და ეხლაც მივმართავ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენ ტრიბუნა.
ბატონო ვიძინა, გადმოდით რა ისტორიის ნათელ მხარეს, ქოცობა ძალიან სირცხვილია და მიატოვეთ ეს შაუბნელი ხალხი. თქვენც დაისვენეთ და ჩვენც მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას. გააგრძელებთ მეცენატობა, ესე. ხო, ეს იქნება ყველაზე კარგი, მშვიდად იცხოვრებთ, ნერვებიც არ მოგეშლებათ, არც აქციები არ იქნება, არც წყლის გათბობა დაგჭირდებათ. თქვენი ბიოლოგიური გატაცებები, რაღაც დენდროლოგიური პარკი გადასარევი ამბავია. ხეების გადარგვაში მოგეხმარებით. დაგვასვენეთ, მოკლედ და ეს ხალხიც დაასვენეთ და ისინიც ჩარეცხეთ, იმიტომ რომ სხვა შანსი მართლა არა გაქვთ არც თქვენ და თქვენ თუ არ გაკეთებთ, ამას ჩვენ მაინც გავაკეთებთ და ამიტომ ჯობია რომ უფრო რეალისტურად შეხედოთ ამას ყველას. ურმესი მადლობა მობრძანებისთვის, ქალბატონი ელისო კილაძე იყო ჩვენი გადაცემის.